დავბრუნდით ჩვენ ისე პირდაპირ ეთერში ვარ ძალიან საინტერესო ღონისძიების შესახებ ვისაუბრეთ გადაცემის მეორე ბლოკში. და სტუდიაში შემოგვიერთდნენ მომდევნო სტუმრები ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ლავრის მონაზონი ნაზარი ვასილია და ასევე ცნობილი პიანისტი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანი ვალერიან შევკაშვილი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ძალიან გვიხარია რომ ესეთი კარგი ღონისძიების დაანონსება გვიწევს. მოდით პირველ რიგში უთხრათ ტელემაყურებელს როდის გაიმართება საქველმოქმედო საღამო. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენი ფონდის საქმიანობის შესახებ მოგვისცენება თქვენს და თქვენს მაყურებელსაც და გვინდა ესეთი ახალი პროექტი შევთავაზოთ მაყურებელს, რომ ვალერიან შიუკაშვილმა, ესეთი ცნობილ პიანისტმა მართლაც და ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა გადაწყვიტა ერთი სოლო კონცერტი მიუძღვნას სოლიდური სიმსივნივით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც ბერი ანდრიას ფონდის ნორმალისტები არიან. ეს კონცერტი გაიმართება მოძრაობის თეატრში. მოძრაობის თეატრი არის მუშტაეთის ბაღის ტერიტორიაზე, კახაბაკურაძის მოძრაობის თეატრია. და ამ თეატრში შემდგარი ღონისძიების შემდგომ შემოსული თანხა გადაირიცხება ჩვენი ფონდის მზნელობის ქვეშ ბავშვების სახლის საიჯარო გადასახადისა და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვისა და მოხმარებისთვის. რაც შეეხება ღონისძიების ხარდამჭერია თბილისის მერია, ორგანიზატორია ბერი ანდრიას ფონდთან ერთად ცხოვრება მშვენიერია, ესეთი საქველმოქმედო ფონდი არსებობს და ჩვენ მადლობას ვუხდით თქვენს ტელევიზიას ხარდაჭერისთვის, საინფორმაციო კუთხით, ტელეკომპანია პირველ არხს და GDS, რომელიც ესე აქტიურად გვიდგას გვერდში და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, ეს არის, რომ ბატონ ვალერიანის ეს თვითონ მონდომება და ეს დიდი რაღაც ესეთი სათნოებით შეიძლება ითქვას გამოხატულება ამ ფონდის მიმართ და ბავშვების მიმართ, რომელსაც ის იჩენს ჩვენს მიმართ და გეგმავს, რომ სხვა ღონისძიებებიც გააკეთოს ჩვენი ფონდისთვის და ბავშვებისთვის. ბატონი ვალერიანს უნდა ჩავთოთ ჩვენ საუბარში და დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით, მით უმეტეს რომ რამდენიმე საათია რაც ქვეყანაში დაბრუნდით და ეს დაღლილი მაინც ხართ ჩვენ გადაცემის სტუმარი. და მინდა გკითხოთ, როდის მოხდა ამ შეთანხმება და როდის გაგიჩნდათ სურვილი რომ უნდა გაგემართათ ამ ბავშვების დასახმარებლად კონცერტი? პირველ რიგში მოგესალმებით, რაც შეეხება ამ ფონდთან ურთიერთობას, ეს არის ესენი არიან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ერთად ჩვენ უკვე ერთი წელია გეგმავთ სხვადასხვა პროექტებს და ვფიქრობთ თუ როგორი პროექტები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ დავეხმაროთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ესა ლაპარაკი ძალიან პატარა ბავშვებზე, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან. და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველთვიურად უნდა ჩავატაროთ ყველა მუსიკოსმა, ყველა ქართველმა ადამიანმა თუ რაც შეგვიძლია, არა მარტო ესეთი ბავშვების დასახმარებლად, არამედ სხვა მდგომარეობაში მყოფი ქართველი პატარა მოქალაქეების გვერდში დგომისათვის იქნება გასაკეთებელი კონცერტები. პრაქტიკულად ეხლა მე უკრავ კონცერტს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სექტემბრიდან, ოქტომბრიდან ჩვენ ეს დავიწყოთ და ეს ფაქციოდ უკვე ტრადიციულად ყოველთვიურად ჩატარდეს ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარებიან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე გულით ვარ დაავადებული და ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ვერ იკეთებს ოპერაციას იმისათვის, რომ ის პრობლემა აწუხებს. ნუ რასაკვირველია, ეს პრობლემა არის ჩემთვის დღესდღეობით ყველაზე პირველი და ყველაზე სერიოზული და აქ არ არის ლაპარაკი იმას, მე არ მოვსულ ვარ იმისთვის, რომ მე ჩემი თქვათ კონცერტი საერთოდ გამეკეთებინოს. ეს იმდენად მეათე და მე-1000 ხარისხოვანია. არა, მაგაზე კი არა, რომ ჩემ იმას რეკლამა არ სჭირდება. საქმე იმაშია, რომ თავარია, რომ ის თანხა, გარკვეული რაღაცა თანხა, რომ ამ ფონდმა იარსებოს, რომ უკეთეს პირობებში იყვნენ ბავშვები, ეს იმისათვის კეთებია სულ ნუ მოვლენ კონცერტზე, მაგაზე არ არის კონცერტზე მოვლენ თუ არ მოვლენ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვისწავლოთ, რაც შეიძლება ბევრი სიკეთის კეთება, იმიტომ რომ ჩვენ ამას გვასწავლის მშობელი, ჩვენ ამას გვასწავლის ეკლესია და ჩვენ უნდა ვიყოთ ესეთებს. სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში, რაც საქართველოში არის დღესდღეობით და მე ვალდებულად ვთვლი,
რომ მეც მივიღო მონაწილეობა, ვალდებოდოთ ვთვლი მივმართო ყველა ჩემ კოლეგას იმ მუსიკოსებს, რომელიც საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწეობს, რომ გვერდში დაგვიდგნენ და დანიშნონ ის კონცერტები და ჩვენ ყველამ შევაგროვოთ ის თანხა, რომელიც დაეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, ეს თქვენი შემოქმედება უყვარს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და განსაკუთრებით გაერთიანდება აი ამ კეთილი მიზნისთვის, მაგრამ უნდა გკითხოთ სოლო კონცერტთან დაკავშირებითაც, რამდენი ხანია რაც არ ქონიათ ჩვენს ქვეყანაში, თქვენს სამშობლოში. კონცერტი მქონდა ბოლოს არ ვამს. საქართველოში დეკემბერში თუ ნოემბერში შარშა. მქონდა კი არა ამით ყველაფერი რიგზეა ან სუ ფესტივალები მაქვს კონცერტები და აგერ ჩამოვედი ახლა. მამაოს მინდა ვკითხო, მამაო, რამდენად მნიშვნელოვანია ხა ბატონო ვალერიანმა თქვა და მოუწოდა მის კოლეგებს, მის მეგობრებს, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთონ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში. რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების მუშაკების ჩართულობა, რომ თუნდაც თანხობრივად, თუნდაც იმისთვის, რომ ცნობიერება გაიზარდოს, უფრო მეტ ადამიანმა შეიტყოს ფონდის არსებობის შესახებ და იმის შესახებ, რომ აი ფონდს ჭირდება დახმარება. საინტერესო შეკითხვაა ნამდვილად და ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მოგეხსენება თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი ბატონ ვალერიან შიუკაშვილი ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთი ადამიანი აკეთებს მარტო ღონისძიებას, ეს არის საქვეყნო ცნობილი, თქვათ, როგორც მუსიკოსი, როგორც ხელოვანი და მას ხავს მისი მსმენელი, ეს თქვენც აღნიშნეთ და ეს ნიშნავს იმ ჩართულობას საზოგადოების ცნობილი ადამიანების, მსახიობების, ხელოვანის მუშაკების, რომ ყველამ შეიტანონ წვლილი. და მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო ცნობილი ადამიანი და ცნობადი სახე იღებს ამაში მონაწილეობას, შეიძლება იყოს მაგალითი სხვისთვის. აი ბატონ ვალერიანის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ეს უკვე შეიძლება იყოს საინტერესო მესიჯი იგივე სხვა პიანისტებისთვის, მომღერლებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს უცხოეთშიან საქართველოს ფარგლებში და ცნობადობა ბერი-ანდრიას ფონდის მართალი გითხრათ დღეს საკმაოდ არის საქართველოში, მაგრამ ესე ფინანსური სახსრების მოძიება დღეს ცოტა პრობლემურია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორ უჭირს საქართველოს და არის ერთ-ერთი კიდე პრობლემა რაც არის, რომ დღეს ცნობიერება უნდა გაიზარდოს იმ მხრივ, რომ ადამიანს არ ჭირდება მარტო ოპერაციის დაფინანსება უცხოეთში ან საქართველოს ფარგლებს შიგნით. ამ ადამიანებს ჭირდებათ თუნდაც დაფინანსება იმ მხრივ, რომ მათ გაუმჯობესდეთ ცხოვრების ხარისხი და ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პირობა შესთავაზოს, როგორც ეს იქნება ქვეყანა თუ ასე შემდეგ, ანუ სახელმწიფო აიღებს ამას თავის თავზე თუ ვინც იქნება, ამ მხრივ ჭირდება ფინანსური ხარის მოწესრიგება. და მოგეხსენებათ, რომ ბერი-ანდრიას ფონდი დღესდღეობით ამაზე ზრუნავს. იმიტომ რომ არიან სხვადასხვა ფონდები, რომლებიც ამ ბავშვებს უზრუნველყოფენ, აი თქვა სოლიდარობის ფონდი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიმიტრი სინცაძის სახელობის ფონდი ჟურნალისტების და ესენი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჩვენთან თანამშრომლობით უცხოეთში ბავშვების დაფინანსებას, მაგრამ ჩვენი შეთავაზება, ანუ ჩვენი შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია ყველასგან, ისინი ცხოვრობენ ჩვენ სახლში, ამ ფონდის სახლში, ანუ მათ სახლში შეიძლება ითქვას, მათ აქვთ ის პირობები, რაც შეიძლება ვერ შესთავაზოს მშობელმა რეგიონში, თუნდაც თბილისში შეიძლება ესეც საკმაოდ შეძლებულ ოჯახს არ ქონდეს ეს პირობები, რაც ჩვენ გვაქვს. დღეისათვის რამდენი მოზარდია? დღეისათვის ფონდის ზრუნველობას უწევს 34 ბავშვს და წლიური შემთხვევა ბავშვთა სოლიდური სიმსივნის საქართველოში სტატისტიკის მიხედვით არის 50-მდე. რაც შეიძლება ითქვას, რომ არც ისე ცოტა მაჩვენებელია რიცხობრივად, იმიტომ რომ ამას ემატება ცალკე ლეიკემია და ცალკე კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ანუ სოლიდური სიმსივნე მინდა გავამარტო, რომ ხშირად ეშლება ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე, ამასე ეწოდება მას და დღეს ფონდი ეხმარება 33 მოზარდს, ფონდის დაარსებიდან დღემდე 130 ბავშვს და მათ ოჯახს დაეხმარა ბერი-ანდრიას სახელობის ფონდი და მოგეხსენებათ, რომ აი თვითონ რამდენად კინეულია ამ ფონდის რაღაც ფორმით მოღვაწეობაც კი, მაგრამ ამავდროულად აი მამა ანდრია, რომელსაც ეს ფონდის ვისახასაც უკავშირდება და მისი ოჯახის დიდი ძალისხმევით, რომ დღემდე ეს მოვიდა, მისი მშობლების დედა თინა თვინსა და ბატონი ნესტორის, ეს არის უდიდესი რამ მართლაც, რომ მამა ანდრიამ ჩაუყარა ისეთ საქმეს საფუძველი, რომელიც მართლა არის რაღაც სიკეთის, ესე შეიძლება ითქვას, საწყისი და ეს არის აი ყველასათვის სათნო საქმე და აი როგორც მე ვიცი, მამა ანდრია სრული ყოფილა და კავტონთინეთის ბევრჯერ უთქვამს, რომ ესე მითხრაო, რომ ძალიან გთხოვ ეს ბავშვები არ მიატოვა, როდესაც იყო ონკოლოგიურში და შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ დაერსებინათ. აი ეს არის მამა ანდრიას თვითონ დაავადება, რაც ჰქონდა, ეს იყო იმდენად იშვიათი, რომ მის სასახლში სად არ დაფიქსირებულა სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში და საქართველოში მით უმეტეს ეს ემართება ხანდაზმულებს.
მერკელის ტიპის უჯრედების ნეიროენდოკრინული კარცინომა. ეს არის უძიმესი დიაგნოზი, რომელიც განკურნებაზე სათუ ზედმეტია საუბარი და მათ მშობლებს მან დაუტოვა უდიდესი ჯვარი და მისია. და შეძინა რაღაც ახალი საქმე, შეიძლება ითქვა, რომ მისი გადაცვალების შემდეგ მათ ქონოდათ ესეთი ზრუნვის ობიექტი ყოლოდათ. შეიძლება ესეც იყო მისი ანდერძის ჩანაფიქრი ერთ მხრივ, მაგრამ ამ მხრივ უდიდესი სიკეთეს როგორია მიიღო ადამიანი, სხვისი შვილი მიიღო როგორც საკუთარ შვილად. აი ამას აკეთებს ბერი-ანდრეას ფონდი დღეს და ამ მხრივ აი ჩვენ არავის არც კონკურენტები არ ვართ, არც ვერ გეტყვით, ამაში უკვე ეს არ არის რაღაც ეს ორგანიზაციულ იმას ვერ მივაწერთ, ეს არის ოჯახი, რომელიც ყველაფერი გამჭირვალედ ხდება და თითოეული ადამიანისთვის ღია მკარი და ბატონ ვალერიანის შემოთავაზება რომ ის ჩვენს გვერდით დამდგარიყო, ეს იყო განპირობებული იმით, რომ ჩვენი ფონდის ფინანსური დირექტორი ირაკლი გვაზავა, რომელიც აქტიურად უდგას უანგაროდ ეხმარება ჩვენს ბავშვებს და მის ჯერ პირველ რიგში ჩემი მეგობარიც არის და მე აქტიური წევრი ამ ფონდის, მან დაგვაკავშირა ბატონ ვალერიანთან და ამ მხრივ რომ ეს ბატონ ვალერიანის ჩართულობა შემდეგ უკვე სხვა მოღვაწეების ეს იქნება რა იცით რომ ჩვენი მოვალეობაც არის ყველას აი თქვათ მე რატო ვარ ამ ფონდში მე იმიტომ რომ მე ჩემ თავს უშველო ამით რა შეიძლება ითქვას ცოტა ეგოისტური მომენტი შეიძლება ამაში ჩადოს ყველა ადამიანმა და ეს არის საზოგადოების ყველა საქმეა ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი ვინ პიანისტი იქნება ვინ ჟურნალისტი ვინ სასულიერო პირი ეს არის აი ესა ძალა ერთობაშია მოგეხსენებათ და მამა ანდრიას ჰქონდა ესეთი სიტყვები და დევიზი რაც დაუტოვა მის მშობლებს ის რომ სიკეთე უსასრულოა და თუ ჩვენ გვჯერა რომ სიკეთე უსასრულოა მართლა ამ სიკეთეში ყველამ უნდა შევიტანოთ რაღაცა წვლილი და გავერთიანდეთ ბატონო და ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამ სტუდიაში და თინათინთან ერთად ამ თუ იმ პრობლემებზე და ძალიან გვიხარია როდესაც აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები გამოთქვამენ სურვილს ფინანსური ალბათ ფინანსური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს იმიტომ რომ ბოლოს ჩვენ როდესაც ვესაუბრეთ კალტონს დედაოს და თინათინს მან თქვა რომ უკვე საშუალებაც აღარ იყო რომ აი საკვებით ელემენტარულად უზრუნველყო და ბევრი ისეთ პრობლემა იყო დღესდღეობით მხარდაჭერა ჩვენს ფონდს მართალი გითხრათ აი ბევრი ორგანიზაციისგან, სამთავრობო სტრუქტურებისგანაც აქ თქვა თბილისის მერია, არ შეგვიძლია მადლობა არ უთხრათ იგივე პრემიერ-მინისტრის დაარსებულ ფონდს, პრეზიდენტის აპარატს, ბატონ გიორგის, მაგრამ აი ეკონომიკის სამინისტრო მიწა გამოყო ამ ფონდისთვის, რომ აშენდეს სარეაბილიტაციო სახლი, იმიტომ რომ ბერი-ანდრიას ფონდმა დღეს საქართველოს და მთავრობა შესთავაზა ის მოდელი ამ სფეროში მოღვაწეობის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უდიდესი გამოცდილება და ფაქტობრივად 5 წლიანი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც აი ნულიდან დასაწყებით დღეს არ ექნება. ეს ვინც არ უნდა დაიწყოს და გააკეთოს. ეს არ ვიცოდით, მამა, ტერიტორიულად სად იქნება ეს? ეს იქნება ისე პირველად ვაჟღერებ ამას ახლა ტელევიზიით, დიღმის სოფელ დიღომში და ჩვენ დეტალებს უკვე სხვა გადაცემაში გეტყვით და უკვე ერთობლივი ძალებით ჩართული იქნებიან დიპლომატიური კორპუსით სავარაუდოდ და იქნება დაწყება მშენებლობის. და შესაძლებელია მამა უკაცრავად გაწყვეტნებ დონორების მოძიებაც ალბათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იმხელა პროექტია, რომ ანუ ჩვენ დღეს საქართველოში ყველა დაავადებული პატარა რომ მოვიცვათ, ამის პირობები დღეს არ აგვაქვს, მაგრამ არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ვინმეს აღმოაჩნდეს სოლიდური სიმსივნე, მოგმართონ ჩვენ ან ჩვენ გავიგეთ რომ მას აქვს ეს პრობლემა და ჩვენ ხელი არ გაგვეწინოს დახმარების. ჩვენთან კიდევ ერთხელ აღნიშნავდა საერთოდ ყველგან სადაც ხელი მიმწდება ამ ხოლმე რომ ჩვენთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ წარმომავლობას, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ შეხედულებას წამს, ვისაც დახმარება ჭირდება, მთავარია რომ იყოს საქართველოს მოქალაქე, ერთი, იმიტომ რომ არ გაგვიჭირდეს მისთვის დაფინანსების მოძიება, სხვადასხვა უწყებებთან თუ ასე შემდეგ კლინიკებთან თუ ურთიერთობისთვის და სამწუხაროდ უნდა კონდეს ეს ავტივისებიანი სიმსივნე დიაგნოზი. აი ეს არის მხოლოდ რაც რო ადამიანი ბავშვი მოხდეს ჩვენთან და არა მარტო ბავშვზე ჩვენ ვცდილობთ რომ მშობლებსაც მივცეთ ისეთი დავეხმაროთ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ როგორი მდგომარეობა იმდენად მატერიალური პრობლემებია რომ ეს ბავშვსა და მშობელზეც აისახება ხარ როცა ბავშვი ტკივა და ვერ მსუბუქებს მშობელი და ამავდროულად მას რაღაც ელემენტარული რაღაც ბურთის ყიდვის საშუალება არ აქვს. დღეს დედა თინათინი 2 კვირით არის ბათუმში, ქობულეთში უფრო სწორად, წაყვანილი ყავს ბავშვები, სადაც მასპინძლობს მეუფე დიმიტრი, ანუ ეს სისტემატური სახე მიეცა ზღვაზე მეუფე დიმიტრის მიერ მასპინძლობა ჩვენი ბავშვების და მადლობა უნდა გადაუხადო მეუფეს ამ სიკეთისთვის და წარმოიდგინეთ ამ ხელა სიხარული ამ პატარებისთვის. ბევრი მათგანი ჩვენი რამოდენიმე ბავშვი არის თურქეთის ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრში, წუხელ გავაგზავნეთ
და ასე რომ აი ფონდის საქმიანობა არ ჩერდება, არ წდება ხა თბილისში ფონდის წარმომადგენელი მარტო მე დავრჩიდან და მომიწია ბატონ ვალერიანთან ერთად მოსვლა ამ გადაცემაში და მე კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადაუხადო. ეს აღნიშნოთ მამაო რომ თქვენ უწმინდეს და უნეტარესის ჩვენ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ბრძანდებით ამ ფონდში და დიახ მე ამ ფონდთან კავშირი მაქვს 2012 წლიდან 2011 წელს გავიცანი პირველ დედათინათინი, მაგრამ 2012-ში უკვე კათოლიკოს პატრიარქამ გადმოვიყვანა ღვთაების მამათა მონასტერში და წინამძღვრის კურთხევით მომეცა შეიძლება ითქვას მორჩილება, რომ ამ ფონდთან მქონოდა კავშირი და დავდგომოდი დედათინათინის გვერდით, ეს ხო დედათინათინის დიდი სურვილიც და ბატონი ნესტორის რა თქმა უნდა და უკვე ოფიციალურად უკვე პატრიარქმა დამავალა ეს საქმე, რომ ცირედი წვლილი შევიტანხე ბევრს არაფერს ვაკეთებ ნამდვილად და მე მიხარია და მე ვეუბნები რომ აი რატო ხარ ამ ფონდში, რატო 1000 კითხვა იბადება. იმიტომ რომ მე ეს მემჭირდება და ხშირ შემთხვევაში მიფიქრია რომ ეს თითოეულ ადამიანს ჭირდება და არა იმათ ვიციქ არიან და ვისაც ეს დაავადებას ებრძვიან. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, როდის ჩატარდება კონცერტი და სად გაიმართება, ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის მაინც. კონცერტი ჩატარდება 16 ივლისს მოძრაობის თეატრში, საღამოს 9:30-ს. და რა კუთხით იქნება, თქვა შემოწირულობებით იქნება, კუთებით. ბილეთები გაიგება. ბილეთები ჯირზე და თეატრის სალაროებში და Facebook-ზე აი გვერდის გაკეთებულია. არსებობს ჩემ გვერდზე წდევს და გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. დავამატებდი რომ კიდე დავაანონსებ რომ ეს ივლისის თვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხვალ გვაქვს ჩვენ ანუ გამოფენა იხსნება Golden Production-ისა და ცხოვრება მშვენიერიას ორგანიზებით გიორგი აბრამაშვილის ფოტოების ერთი წამი, ესე ქვია one time, ესე დაარქვა თვითონ ფოტოგრაფმა და ეს იქნება სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ხვალ გაიხსნება 7 საათზე და კვირას დასრულდება. მე უკვე მოდის ვალერიან შევკაშვილის კონცერტი მოძრაობის თეატრში ეს 16 ივლისს და 22 ივლისს არის ფონდის დაბადების დღე, რომელიც აღინიშნება თვითონ ფონდის სარეაბილიტაციო სახლში დიდიღომში. დიდი მადლობა თქვენ გემშვიდობთ საუკეთესო სურვილებით და იმედს გამოვთქვამთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა კონცერტზე და სხვანაირად არც იქნება, იმიტომ რომ უკრავს ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს, ყველა ძალიან უყვარს საქართველოში. მადლობა რომ მოვიდა. დიდი მადლობა. თქვენი გადაცემა გრძელდება ძალიან საინტერესო თემით და იას ვთხოვ რომ ხატვარი ბატონი ჯემა კუხალაშვილი შემოგვიერთდება გადაცემის მესამე ნაწილში, თავის შემოქმედებაზე ვისაუბრეთ, ცოტა ხანში ბრუნდებით. დაგვემოდით.